იმას, ამიტომ რაც შეეხება გუშინდელ ნახევარფინალში ქიტუაშვილს არ გამოუცხადდა მეტოქე რომი არუთუნიანი, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრეთ მიზეზზე, ხოლო ჰასანლიმ დაამარცხა ისრაელელი თეოდორ გრიგორიევი 5-0. ლუკა ქიტუაშვილი გორელი კიდევ ერთი მასპინძელი ამ ტურნირის რინგის Montonashi როგორც გითხარი, თემურ პავლიაშვილი იყო საქართველოს ჩემპიონი. ისიც გორელი. დაგვრჩა 5 ფინალი. აი ეს ხასანლი ქიტუაშვილი, შემდეგ დუმბაძე რატიანი, აღაქიშიანი, კაზარიანი, ძალიან საინტერესო, ესეც ფარაჯოვი ალიევი, შიდა აზერბაიჯანული და სიმეწონა რასულოვი აკპინარი. აფხუტის პრობლემა გვაქვს. ანუ ფაქტიურად არ დაწყებულა ოთაბზოლა. აკა გუჯაბიძე არის შეხვედრის რეფერი. ნოკდაუნში აქ ქიტუაშვილი საკმაოდ ძიმე დარტყმა გაუშვა აქ თუ ესე გაგრძელდა ეს მიკრო დაპირისპირება შეიძლება გათანაბრდეს ანგარიში რა შეაჩერა ბატონ მაგაკი მაგრამ იქიდან გამოუშვა იქ რაღაც ის გადაზდინდა პრიმალიდან ქიტუაშვილს ესეც ჩვენი ტურნირის ექიმი გიორგი ლიპარტია ვიდეო შედეგიანი შეტევა ჰქონდა ჰასანლის ოღონდ საჯის ბრძანების შემდეგ ეს რაღაც ისეთ გამეტებულად მოიქნია ესეთი ღიახელით მოარტყე კიდევ ერთ შემჩნევა რაუნდიც დასრულდა და თან ჩაფხუტია გასასწორებელი არა იქიდან გამოუშვა კიდევ ერთხელ ცხვირი აქ დაზიანებული ქიტუაშვილს მოიგო პირველი რაუნდი ჰასანლიმ
უკვე ნამეტანი ამისთვის გაფრთხილებას იმსახურებს, რა აღაშკარად. ზომა გაჩერებული ქონდა რაგი გუჯაბიძეს. ერთი ესეთი ზედმეტი დარტყმის საკმაოდ მძიმე დარტყმის ატანა მოუწია კიტუაშვილს. შეაჩერა საჯმა ბრძოლა, აშკარა უპირატესობით მოიგო. ფასალი თუმცა ბრძოლა გაგრძელებული იყო, ის აუცილებლად მიიღებდა გაფრთხილებას. ჰასანლი გახდა ჩემპიონი. მეორე ადგილზე გავიდა ლუკა კიტუაშვილი, გოვი თუ კარგად მახსოვს, ერედველი უნდა იყოს ის. მესამეზე რომი გარუთინიანი სომხეთი და თეოდორ გრიგორაევი ისრაელი. ჩვენ გვაქვს ხა 6 ოქროს медали, აზერბაიჯანს 5, თუმცა იმ პირად დაპირისპირებაში ფინალებში 3-3-ია გათანაბრდა ანგარიში და წინ გვაქვს კიდევ 2 ბრძოლა ესეთი, აზერბაიჯან საქართველო, ანუ აღაქიშიევი კაზარიანი და რასულოვი აკპინი. თუმცა იქამდე არის უკვე შიდა ქართული დაპირისპირება 70 კილო.